აჰა მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა. მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს? ხოლო მან უთხრა მას. სიკეთეზე რად მეკითხები? კეთილი მხოლოდ ერთია. ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, დაიცავე მცნებალი. ჰკითხა მას. რომელნი? ხოლო იესომ უთხრა მას. არაკლა, არა ემრუშო, არა იპარო, არ გამოხვიდეთ სრუმოწმეთ. პატივიეცი მამას და დედას და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ჭაბუკმა უთხრა მას. ყოველივე ამას ვიცავდი. რა გამიკლია კიდევ? უთხრა მას იესომ. თუ გინდა რომ სრულყოფილი იყო, წადი. შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი. ეს სიტყვა რომ მოისმინა ჭაბუკმა, დაღონებული განშორდა, ვინაიდან ბევრი ქონება ჰქონდა. იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. ძნელია მდიდრისათვის სათა სასუფეველში შესვლა. კიდევ გეუბნებით თქვენ. უმალ აკლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში. ეს რომ მოისმინეს, ძალიან გაუკვირდათ მის მოწაფეებს და თქვეს. აბა ვიღა შეუძლია გადარჩენა. გადახედა მათ იესომ და უთხრა. კაცთაგან ეს შეუძლებელია, ხოლო ღვთისაგან ყოველივე შესაძლებელია. მაშინ პეტრემ უთხრა მას პასუხად. აჰა, ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და გამოყევით. რა გვექნება? ხოლო იესომ უთხრა მათ. ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა კაცის ძე თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით 12 ტახტზე ისრაელის 12 ტომის განსაკითხავად. ყველა ვინც მიატოვა სახლები, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისათვის, 100 მაგათ მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს. მაგრამ ბევრნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი პირველნი.